თვალები დახუჭე. რატო რა? დახუჭე და გაიგებ. აი ესე. დე რა ლამაზია. მოგწონს? მადლობა, კი, ძალიან. მადლობა. ჭამე ახლა. დაბადების დღეს გილოცავდე და აი რა არის ხელი გტკივა? არა, არ მткиვა. მაჩვენე? არა. კარგი, რა მოგივიდა მაჩვენე. აწია თითები? მткиვა დე. და არ გამიფრაზდე. გუში მგუგლავდი და შეიძლება სიარულიც აღარ შევძლო. ხო გთხოვენ მიგუგლავ მეთქი. 1000 სისულელეს წერენ იგდე და აი კარგად გახტები რომ ვიმკურნალებთ მერე. რა გონია ახლა რომ ასე წნარად ვიჯდებოდი რამე რო იყოს? კაი დე. ჭამე. ბატონო რამეს ხომ არ ნერვიულობთ? არა ბატონო რა მაქვს ნერვიულო. მაგრამ ცხელა ცოტა. ოთახში სტაბილურად 20 გრადუსია. შეგვიძლია დაუძიოთ თუ გნებავთ, მაგრამ არ არის რეკომენდირებული. უფრიანზე შეიძლება გაცივდეთ. ეგ გვერდით რომ ქალბატონი მიზიდ და ბევრს ლაპარაკობს, იმან გითხრათ ხო? ყურადღებას ნუ მიაქცევთ ხუმრობს ბატონი. მე უკაცრავად შეგაწუხებთ, მაგრამ რამდენ ხან გაგრძელდება ეს პროცედურა? დაახლოებით 45 წუთი. ვაი დედა, რა ამბავია. ყურსასმენები და მონიტორი გვაქვს. თუ რაიმეს მოსმენა ან ყურება მოგინდებათ, შეგვიძლია ჩავრთოთ. მართლა? მაშინ რა კიდიცი? 1999 წლის ინგლისი გერმანიის მეორე ტაიმი ჩამირთეთ. რა ხდება, როგორ ხარ? რა? არ ვიცი, საიდან დავიწყო. რაჯიკი, როგორ არ ამაზე? კარგადაა? მაგას თუ კარგად ყოფნა ქვია. არის რა. კაი, დაწყმარდი შენ. მოყევი რა ხდება? ბიძა შენ ჩამოვიდა. ფილიპი? არა, ფილიპი კოტე კაცო. მე? გუნდში წილი მინდაო და რაც მეკუთვნის ის მომეწით. და იტყობა გაიგო რამას რომ მივეცი წილი და გაუტო. არ ვიცი რა მოკლედ ისეთი ამბავი დაგვაწია. ეშენი ირაკლი დააჭერინა. ბაზა გადაიფორმა. ეხლა მას რამაზის ამბავი დაემატა და კაი მამამ, შვიდათ, მაგრამ ვერ გავიგე ეს ირაკლი რა მიზეზით დააჭერინა.
რაღაცა იმას ბანკში რაღაცა ფინანსურ მახინაციას აკეთებდა. კოტემ გაიგოეს და დააშანტაჟა. არც იმის შენ როგორია. ფულის უნი გაიგო და მოვარდა ეგრე. კაი, არა უშავს, დავალაგებთ მაგას. ეხლა რაღაცა ფულს მოუყარე თავი. მაგრამ ხელამდე კრედიტებში ვარ თხოვეთ შენს. თავისუფალი მქონდა მხოლოდ ბაზის ტერიტორია. ეხლა ესეც ირაკლის ჩაუდია და კოტემ კიდე საერთოდ თავის სახელზე გადაიფორმა. გაგიშდება კაცი რა. მოდი ახლა შენ მიხედე რამას და შენ თავს. მე კოტეს დაველაპარაკები და ბადრისთანაც გავარკვევ რა უნდა. არა ბადრი არა რამაზი ის რა ქვია გიორგიც კიტიშვილზე მთხოვა კარგი ბიჭიაო და სადღაც მაქვს მაგის ის რა ქვია. კაი, შენ ჩამიგდე ეგ ნომერი და ძალიან გთხოვ რა ცოტა შვიდად შეხვდი რა. რამას ვერ ნახავ ახლა? არა ეხლა გამოკლებებზეა. გამოკლებებზე ველოდებ მეც. მა ძალიან გთხოვ ეს ემოციურად მოიცი ხოლმე რა. ეხლა რა უნდა იყოს ესეთი რომ ვერ მოვერიო და არ დალაგდეს. შვიდად ცოტა. ბატონ რამაზ. ბატონ რამაზ. რამა? ბატონო. მამას მიესწრო ფიქრებში დავედი რაღაც. არა უშავს. მოდი დავიწყოთ ბოლო ეპიზოდით. დაახლოებით რომ მითხრათ ბოლო 10-15 წუთი გონების დაკარგვამდე. როცა ახლა იმ დღე ძალიან დატვირთული დღე მქონდა. დაღლილი ბრუნდებოდი სახლში სიმართლე გითხრათ ბაზიდან. მანქანაში რო ჩავდიოდი მახსოვს. მაგრამ ახლა სვლელობის დროს კონკრეტულად შეგეწყვეტ რა ვერ მოგატყუებთ. მანქანამ ფიქრები იცის საერთოდ და მეც ყოველ ფიქრებში წავედი, დაღლილი ვიყავი. ვერ გავგძლო ორგანიზმმა და გავითიშე. არა უშავ დავისვენებ და ყველაფერი იგზე იქნება, ხო? კონკრეტულად გონების კარგვის ეპიზოდი თუ გახსოვთ? არა, ეს არ მახსოვს. ძალიან დაძაბული და დატვირთული გრაფიკი აქვს. ღამითაც არ ძინავს კარგად. ანა, მე ვერ ვეთყოდი მაგას. ჩემნაირად ვერ ეტყოდი. კარგით. რამოდენიმე დამატებით კვლევას ჩავატარებთ დიაგნოზის დასაზუსტებლად. კერძოდ, საძილი არტერიების კვლევა დაგჭირდება. რატო რამე საშიშია? იცით რა, საშიში ისეთი არაფერი, თუმცა გონების კარგვა სერიოზული სტრესია ორგანიზმისთვის და დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევები გჭირდება. უცებ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. ეხლა ძალიან სერიოზული თამაშები მაქვს და რამდენ ხანში გავთავისუფლდები თქვენგან? და ამ თამაშებზე სიარული შეიძლება? თუ თავად არ ითამაშებს, დიახ. დიდი მადლობა და იგე. გაგიმართლა. იცით რა, რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს. გონების კარგვა შეიძლება განმეორდეს ან გახშირდეს. ამიტომ დამატებითი კვლევები დაგჭირდება, მით უმეტეს ვარდნა შესაძლოა რომ ტრავმა ახსდეს თან. მარტო არ დატოვოთ, კიბეზე მარტო არ ავიდეს, საჭესთან უდაჭდება. მანამ სანამ საბოლოო დიაგნოზს დავსვამთ და საბოლოო კვლევებს ჩავატარებთ. Rajo, yeah. Alifas uswa? ლაქი მინდა Mere mai lagi ki ara alifa. ოლიფა თავი გავი. არ უყურო ზეგე თამაშ? რა თამაში? საზაზგუნდი ეთამაშება ეროვნული ლიგის ვარსკვლავებს. იმარა რანაირად საზამდამირეკა ჩამოსვლა მინდა რაღაც საქმე მოხდა. ჩამოდი საზა? კი. აუ, რომ ჩამოვა დამირეკე რა. კი, ხომ იცი რა ვერ მიყვარს მაი. მოგწერა ბას. ისე იმარა თამაშიაო და საზა თუ აქეთ მოდის არ იქნება? რა ვიცი მე რა ბია დამირეკა კაცმა და მითხრა საქმე მაქვს ჩამოვდივარო რა. ისე მე თუ მკითხავ ჩემოგია. საზა მაგუნდის ხელხება. სულით და გულით. მაი რომ არაა, მაუს საერთოდ სხვა თამაშ თამაშობს მიმინო. მაგას კიდე მეტი შეეძლო, მაგრამ ვერ დაავაგა თავის ცხოვრება. ის ვერ დავეხმარე ვერაფერში. აი, ნუ იცი ასე 80 წლის ბერი კაცივით ლაბარაკი. ვერ დაალაგა რა იგი კიდე. Iane me bijo Max kam stavi nu dalbe. Xwale me gadmogita lagza idzusve. ფეროჭის.
ეს ბაბუა წერა. ანა. შენი ნახელავი ეს, ხო? ესეჭირო იყო. როგორ ხართ ხალბატონო? ვიჯო, როდის მოასწარი? კარგი ხელოსანი ვიყავს, აბა ეთყობა რამე? მეც ხვალ გამარემონტებს. რა გჭირთ თქვენ შესარემონტებელი ბატონო რამას? კარგი, მივხედოთ ახლა საქმეს. მომიგასაღები? მოდი მე დავждები რა. თქვენ რა გითხარით მე თქვენ? რაღაც მინდა გაჩვენოთ ბატონო რამას წამომყევით რა. კი ბატონო. ეს უკვე ჩემი ბიჭის ნახელავია. ოჯა, კარგია. ეს ხო მოცილდება ბიჭო. კი, მეც ეკითხე პირველი და კიო. მაგარია. ბატონო რამას რაღაც მინდა გქო. ზაზასთან გვინდა წასვლა გურიაში. მამამისი გადავიდა იქითა. ესეც ნერვიულობს დეპრესიაშიაო. რამოდენიმე დღით წავალთ და ჩამოვალთ. არა, პრობლემა ახლა. მეჭი როგორ გაქვს შენ? კარგად, ნორმალურად კი. მაგრამ უგონ მალე ჩამოდის, თორე ჭირდებით ძალიან შენ და ზაზაც. კი. ნახარ. ბატონო. ბიჭო, შენ თუ გინდა თქვენ დაისვენეთ ვოვასთან თამაშის დროს რა. არა, არ გიქნებოდა რა ყოფილიყავით, მაგრამ თუ ფიქრობ რომ დასვენება გჭირდება, დაისვენეთ. კი ბატონო, როგორც იტყვით. ხო. გაგიყვიჭა? არ ვიცი, მე მგონი ჯვარედინა. ნახოთ რა, ხო რა. ადი. გაიხარე. თუთა. ერთი წუთით. ნაშოვი. აპატი, ცოტა ცუდად გამომივიდა. უბრალოდ მინდოდა ამეხსნა რა. არ ხარ ვალდებული რომ ამეხსნა. ესე რატომ მეუბნები? ესე როგორ? ჩვეულებრივად გეუბნები, არ არის საჭირო რამე ამეხსნა. პრობლემები მქონდა და მაგიტო ვერ მოვეცი. ესეთი რა პრობლემა გქონდა, რომ ერთი ვერ დარეკე და ვერც მოიწარა? უცებ გაქრე და აღარ მინდა ეხა ვარჯიშს ამის განხილვა. ცოტა უცნაური ამბავი მაქვს რა, უცნაური იმ გაგებით რომ არ იცოდით ამის შესახებ და რა ხდება? ირაკლის ხომ მქონდა მერაბისგან მინდობილობას და ფაქსიმილიაც და მოკლედ ბაძა ჩადო ბანკში და კრედიტი გამოიტანა და საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა თანხებს. ხო, გავიგეთ რომ $100,000 გატანა. ხო, დაახლოებით და ეს მერე კოტემ საიდან გაიგო, როგორ გაიგო მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ გაიგო, დააშანტაჟა ირაკლი და გუნდის საკონტროლო პაკეტიც გადაიფორმა რა. ელაპარაკე კოტემს? არა, ვერა ურეკავდა ან პასუხობს. არასოდეს არ მომწონდა ეს ირაკლი რა, მაგრამ ვერ გეუბნებოდი რა. არ ვიცი, რამაც ძალიან უცნაურია ირაკლისგან. ხო, აი მაგაზე ის მინდოდა მეთქვა რომ ირაკლის ეს თანხა იმისთვის სჭირდებოდა რომ ბავშვი ყავს ძალიან ავად. მოიცა თეკლაა ცუდად. ხო, სახელი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გოგო ყავს და მოკლედ ოპერაციისთვის სჭირდებოდა ეს თანხები რა. გასამუშილო შენ რა ჭირს? რაღაც ონკოლოგიური პრობლემა აქვს და თვითონ ესე მითხრა რომ ის ევაპირებდი ამ ყველაფრის დაბრუნებას რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებდაო და ასე მოგოც. ამერი ახლა როგორ არის? ან გერმანიაში ან ავსტრიაში უნდა გაკეთდეს ოპერაცია და ახლა რაღაც თანხებთანაა რა ეს ყველაფერი დაკავშირებული. არ ვიცი რა თქვა რა. ხო, ნუ საკმაოდ ემოციური საუბარი მქონდა ირაკლისთან.
დიდი ბოდიში დამაბარა თქვენთან და მოკლედ ისე ვაპირებდი ამის გაკეთებას, რომ ვერავის ვერაფერი ვერ გაიგო, თანხას აუცილებლად უკან დავაბრუნებდიო, მაგრამ ეხა ისე გამოვიდაო, რომ ვერც ბავშვს ვერ გადავარჩენ, გუნდიც დავაღალატე და მოკლედ ცრემლებს ძლივს ვიკავებდა რა. უნდა დავეხმაროთ. ახლა საშინელი ამბავია რამაც. არც ვიცოდი ირაკლიშვილი თუ ყავდა. რამდენი წლისა? ასე 14-15 წლის იქნება ალბათ. ხო და საქმეს რო დაუბრუნდეთ. თქვენ ძმას რა გეგმა აქვს და რის იმედი აქვს არ ვიცი, იმიტომ რომ ფაქტია რომ საბუთები გააყალბა. ეხლა ნოტარიუსიც ჩართულია საქმეში ალბათ და კიდე რაღაცა ნაცნობები ყავს, მაგრამ საბოლოო ჯამში შევიტანთ ეხლა ჩვენ საჩივარს და გაუქმდება ეს რეგისტრაცია და ბაზას დაგვიბრუნდება, მაგრამ ხო და მშვენივრად იცის კოტემ რომ ეს მახინაცია არ გაუვა. უბრალოდ უნდა რომ პრობლემები შეგიქმნათ. გამოსავალი რა შეებერთე. აი ასე როგორ შეიძლება რომ ჩემი ქონება სხვა მიისაფეთროს. ხო და თაღლითობა ეგ რაც კოტემ გააკეთა. ეს რომ დამტკიცდება ქონება დაბრუნდება, ხო? უბრალოდ დროში გაიწელება და კოტესაც შეექმნება პრობლემები. და როგორც მახსოვს, მომდევნო 2 თვე გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები, ხო წინ? მარტო ჩვენთვის კი არა მნიშვნელოვანი, მერაბო, ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია ეს. ხო და აი ზუსტად ეგ კარგად იცის კოტემ და ამიტომ ცდილობს რომ ხმაურის გარეშე მოხდეს, გუნდი არ დაიძაბოს და ჩუმად მოიშოროთ. არა. შენ რა გონი ახლა ვერ ხვდება რომ ესე გუნდს ვერ გადაიფორმებს? კი, მაგრამ ახლა მოიშორებ. მე ესო თავიდან მოვა. ვიცნობ მაგას. მაგრამ ასე გამოწალვით, ვერაფერს ვერ მიიღებ შემდგომ. მაგაზე მე. ხო, ნუ ეხლა ეს აბსოლუტურად თქვენი გადასაწყვეტია რა სიზამთ და როგორ იზამთ, მაგრამ მე რაფს იმაში ვეთანხმები, რომ პერსპექტივაში კოტეს არანაირი შანსი არ აქვს. მოკლევადაში პრობლემების შექმნა შეუძლია. იქ მედიაში გაჟონავს ინფორმაცია, სასამართლო და იცის, რომ ეს არეულობა გუნდს არ აწყობს და ამ ამბავს იყენებს, რომ რამენაირად მოლაპარაკებაზე გაგიყვანოთ რა. ფული უნდა რა. აშვებია? ო, რა ვიარყოფ შენ? ბიჭო, კაროჩე მე და თუ თავიყავით იმას კლუბში რა. მოიცა, იქი? ხო. ვაა, მოშნი. ბიჭო, ხო, რა თან დედაენაში ვიყავით რა, მაგრა გავერთით იმენა და იქ იმენა სასტავი მაგარს გულშემატკივრობდა იტალიაში როდის მიდიხარ და რაღაცეები და კაროჩე მაგრა გავერთით რა. თან ეს თუთან უკვე თბება რა. მე ბიჭო, რავი, მე ერთი კოქტეილი, მეორე კოქტეილი მეთქვი, ხა დავაი დავგაზეთ, ხა კლუბში რა წავედით რა. ოპა. წავედით იქიდან კლუბშია. რა დავა, ხო? არა, რა მოხდა? ბიჭო, არა, რავი, ძალიან ისეთი ვაჟნი უჭირავს და პროსტა გამიკვირდა შეჩე. ბიჭო, არა, რატომ იმენა მაგრა გავერთით და თან მე შეკვიდროს ვაკოცეთ ერთმანეთს. აი, ადრაკე. აა, ცუჩი. კაროჩე, მაგრა გაასწორა რა. აი, წინ თამაშები გო ბიჭო, რა თქოს ეგ. ბიჭო, რა. ვევასები თუთას ეხლა რა. ნუ, ეგ სხვა ამბავი მაშინ. ზაზა. ზაზა. შემოგევლისი. ნახე ვინ მოგიყვანე. რაშები ბიჭო, წამო შემოდეთ. არ შეგეშინდეთ, ოღონდ რაღაცას ვაკეთებ. აი, ის უნდა შეგეშინდეს, მოდი შენ. მოდი, არეულია ყველაფერი, მოდი. კარგად გამოიყურები, აი, შენი რა. ბიჭი, გამარჯობა. ჩიქოვანების საცხოვრებელი, ირაკლი მიწია. აი იმ სარაბაზოში ბოლო სართულზე. დიდი მადლობა. რა ქვია შენ? ალექსანდრე.
ფეგურ საბაშო. არა. რატომ მე? გამარჯობა საბათ. მე რამაზი გახლავარ, თქვენი მეუღლის. კი, ვიცი, შორიდან გიცნობთ ბატონო რამაზ. მობრძანდით. აი, ეგეც შემობრძანდით. ბატონო რამაზ, ცივწვენ შემოგთავაზებთ ან წყალს? არა, გენაცვალ, დიდი მადლობა. არაფერი არ მინდა. დაკით, დაგტოვებთ მაშინ. როგორ ახარ ჩემო კარგო? კარგად. შენ მე არ მიცნო. მე მამიკოს მეგობარი ვარ. ხო, და ბოდიში მინდა მოგიხადო, ჩემი ბრალია რომ მამიკოს აღჩი ვერ მოდის. იცით, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს ახლა და ძალიან გვჭირდება მამიკო. გუნჭირდება ძალიან. ხო და აი ამიტომ შეეშალა ხელი. ხო. ეს საჩუქარი კიდე შენთან გამომატანა. თვითონ მითხრა მალე მოვალო. კი, მოვა, მალე მოვა, მაგრამ მითხრა რომ ჭადრაკი უყურთო ძალიან. კი. კარგად თამაშობს. ხო, რა ვიცი. თვითონ როცა მეთამაშება, მაგებინებს ხოლმე. ხო. მამები მაგის მისვა რომ შვილებს მოვაგებინოთ. ეგ არაფერი. მინდა ვითამაშოთ. არა. რატო? რა ვიცი. ამ ბოლო დროს არ ვარ ხასიათზე. თან ცოტა მიჭის ფიგურების ხელში აღება. ეგ არაფერი. აი როცა გამოჯაფრთები და კარგად გახდები, მერე ვითამაშოთ. გინდა ერთი მაგარი ამბავი მოგიყვე ჭადრაკის შესახებ. ძალიან დიდი ხნის უკან მე და ჩემი მეგობრები წავედით საგულშემატკივროდ ვილნიუსში. სადაც ქართველი მოჭადრაკე ქალი ხვდებოდა რუს მოჭადრაკე მამაკაცს, მსოფლიო ჩემპიონს. ეს კაცი ისე ძალიან სისხლიანად თამაშობდა და უმარცხებელი იყო. და ამ კაცმა საგაზეთო ინტერვიუში ერთხელ განაცხადა, რომ ეს მატჩი დაადასტურებს იმას, რომ ქალები ვერასოდეს მოუგებენ მამაკაცებს. მართლაც დაიწყო თამაში და 20 წლის შემდეგ ამ კაცმა საკმაო უპირატესობას მიაღწია. ბევრმა დარბაზში ხელი ჩაიქნია, ბევრი ადგა და საერთოდ გავიდა. და მე თანდათან ცოტა გამოსწორდა, გათანაბრდა პოზიციები. და ამ კაცმა არ ვიცი, ქალის ხათრით თუ ჯენტლმენობა გამოიჩინა, ყაიმი შეთავაზა ჩვენ ქალბატონს. მერე? ქალბატონმა უთხრა, არაო. მე აქო ნახევარი გვირგვინისთვის არ მივლი ამდენი გზაო. და 5 ისეთი სვლა გაუკეთა, რომ დარბაზის შოქში ჩავარდა. 10 წლის შემდეგ ამ კაცმა ასე შემოიდო თავზე ხელები, უყურა ამ დაფას, უყურა და მე მოკიდა თავის მეფეს ხელი და ჩვენი ქართველი ქალის მეფის წინაშე ესე წაქცია. იცი რა ამბავი იყო? მთელი დარბაზი ფეხზეადდა. იყო საშინელი ოვაციები, ზეიმი და ყველანი ვიყავით უსაზღვროდ ბედნიერები. ხო. ახლა რა მინდა გითხრა იცი? აი ეს ჭადრაკის დაფა იმ ქალბატონის ნაქონია. ო, აბა. აი. ალამაზია. ახლა შენია. და როცა კარგად იქნებ, პირობა მომეცი, რომ შენც არასდროს დანებდები და ყოველთვის გააგრძელებ ბრძოლას. ხო? ქართველი ქალები საოცარი მებრძოლები იყვნენ ყოველთვის და შენც ასეთივე უნდა იყო.
შენო კარგად იქნება, გამო? პირობა მომეცი. რომ სოფლიო ჩემპიონი გახდები. კარგი? გენაცვალიშე. კარგი. ყურები არ ჩამოყარო იცოდა. შენ მამიკო მალე დაბრუნდება. არ ვიცი ბატონო რამას ისეთი დაბნეული ვარ. ეს კი ხვდები რა უნდა გავაკეთო. ექიმებმა რაო? სასწრაფოდ საოპერაციოა. რაც დრო გადის, უფრო დამძიმდება. იცით, მე მყავს მეგობარი ექიმები. თუ გინდათ, ვიდეთ, ვკითხოთ, გავიგოთ, დავარკვიოთ. არა, გმადლობთ. ირაკლის ყველგან ყავდა წაყვანილი, მართლა საქართველოშიც, უცხოეთშიც გამოსავალი მარტო ოპერაციაა. არა და როგორ მქონდა ირაკლის იმედი და აი კლინიკაში არის გარკვეული თანხა გადახდილი და გველოდებიან კიდევაც. მაგრამ აი ეს ამბავი რომ მოხდა, ეხლა უკვე აღარ ვიცი რა იქნება. რაც არ უნდა მოხდეს. ჩემი და დიმიტრის იმედი გქონდეთ. არეკეთ ნებისმიერ დროს. არ მოგერით უციცოთ. ნუ ახლა ჩვენც ვარკვევთ რა მოხდა, როგორ მოხდა. შაუცარი დაბნეულები ვართ. კი, ვიცი. მერაბი მელაპარაკა. რაც შემიძლია დაგეხმარებითო. მაგრამ აქ ისეთ თანხებზეა საუბარი, რომ არა, სახლს ვყიდი. მაგრამ ხომ გესმით, ამასაც დრო უნდა და არ ვიცი. ღმერთის იმედად ვარ მხოლოდ. Vito! Vito! Mortaș, motie! ისე ამ ქალებს ვერ გაუგებ ვერაფერს რა. რა ხდება ერთ მითხარი? კონცედა მომე. მოკლედ, სულად დავიწყეთ რა ურთიერთობა. ამ ჩემი ამბების გადამკიდე სულ გავაფუჭეთ ყველაფერი. ბოდიშიო, მაგრამ შენერ ადამიანს მე ვერ ვენდობიო. არც ვიცი როგორ გამოვასწორო ყველაფერი. თან აგერ ლუკასთანაც კი გამოუნახავ საერთოდ. და შენ გინდა რომ ეს დაალაგდეს, ხო? კი, მაგრამ უკვე გვიანია. ბიჭო, მაგას კი არ გეკითხები. შენ გინდა რომ ეს დაალაგდეს? კი, სადე რო ამიხსნა კიდეც. რაღაცები, მაგრამ არ მისმის. გუდო მომისმინე? აი რო აუხსენი. სუსტად მაგიტომ არ მოგისმინა, გესმის? რთულია ახლა ეს ურთიერთობები, ხო იცი როგორც არის გუდო. ძნელია ჯიმი. მე კიდე ესე არ გამომდის ეს ურთიერთობები და რა ვქნა. ან შენ კაი ბიჭი ხარ, ბიჭო, სიმპათიური. ხო, ლუკას ვაფშე არ შეგადარებ. არა, მიყვარს კაცო რა სისულელია, მაგრამ ე მომკალი და არ მევასებეს კაცი რო ტრიპაჩობს და რაღაცები. ხა დარწმუნებული ვარ. ის ყველაფერი შენ ჯინაზე აკეთებს რა. თუ ლუკას საერთოდ არაფერი შუაში არ აგუდა. თან შენს ადგილას ბიჭო, ხო? მე უფრო გამოწვევად მივიღებდი ამ ყველაფერს, გამიგე? და რადგან ამას შენ ჯინაზე აკეთებს, ის კი რაღაცას ნიშნავს თქვენი ურთიერთობა რა ერთმანეთის. ხო, ის გახსოვს შენ ტომი და ჯერში? ის კატა როა, ორი კატა და ის რო აწვალეს, ისი ხარ თქვენ. ყველაფერი წინ გაქვს, ყველაფერი წინ.
ლუკას ხვალ გამოუწერ აბანოში ცივ დუშს. და გაგრილდება. აუჩაგური. იფრელჯგიროი. ვიცი ახლა შენ ძალიან ნერვიულობ. ცუდად აეწყო ეს ყველაფერი. შენი ჯამრთელობა, ეს ამბავი. მაგრამ გამოსავალი რომ არსებობს ყოველთვის ხომ იცი შენ. და ეს ნერვიულობა კარგს არაფერს არ მოგიტანს. ვიცი, ნანა, ვიცი. მაგრამ დავბერდი გონია. ამ ამბავ ერთი 10 წლით ისე დამხია უკან ვითომ არაფერი. კაი ერთი. გათიშე ეს ტვინი ცოტა ხანს დაასვენე და გზა თავად გამოჩნდება. თუ შეაკვდი და თუ ინერვიულე, რაღა მერე. კარგი რა რამას, კარგი რა. ისე ბავშვთა სახლში ვინ ჩისდება, ეგ ბედნიერია, რა? რატო, ბაბუ? მინდა სოფლებში ვიდოს ვერას ხოს ვერ გაიგებენ. ისედაც საკმაოდ. ხონდი ბაბუჩა. შენ გენაცვალე მე ამ ჭკვიან თავში. რას გიტყვი ბაბუ იცი? შობლების სიკვდილი თულია, მაგრამ დავიწყება არ შეიძლება. გამიგე? ახლა მე ამ ხნის კაცი ვარ. შობლების გივილი ხო განვიცადე, მაგრამ უკარო დავაბრუნო, ხო? მაინც მშობლებთან ერთად ვისურვებდი ცხოვრებას. გაიგე ბაბუ? შენ გენაცვალე. ბაბუ, ეხა წავედი. Mama. როგორ ხარდი მარაშვები გენაცვალე? რატო აპირებდი დარიყოს? ახლა შენ თუ იმის თქმა გინდოდა, რასაც მე ვფიქრობ? სადავში ვიყავ, მაგრამ ეგ გამომართვე სანთლები ხო და რა ვიცი, ხან გადავადნო ფერს გაურევ შიგნით, რაღაცა დეკორს ჩავყრი და ასე კლავ დროს და ასე ვერთვი. ძალიან მაგარია. როგორ მომენატრა აქაურობა და შენი ჩხავერი. სტადიონი არის კიდე? კი არის, მაგრამ გაპარტახებულია მაგარი. ო არა. სურიკომ დიდი მოკითხვები დამაბარა შენთან. მადლობა. აუცილებლად უნდა ჩავიდე და ვნახო. ო, ეგ თუ მაგ ჩამოვა, მაგაზე უკეთესი რა უნდა მოხდეს, ძალიან გამახარებს ესე უთო. ერთი მერაბიას უნდა დაურეკო. ასე მთხოვა რომ ზაზა რო ჩამოვა, არ გამომაპარო. და რა უნდა მერაბიას? 30,000 ლარი უნდა რო გესესხოს. რა უნდა უნდოდეს? ჩემი საყვარელი ფეხბურთელიაო და რო გაიგებს, מחარაც აგარი გაგიждდება კაცი. აი რა მამა, ჩვენ შენ მოგვენატრე რა, მერაბია მე ვნახოთ რა. ზაზა. შენ ხო ის მერაბია რო არ ყოფილიყო. ამ სახლისგან ორი ქვა არ იქნებოდა დარჩენი. ჰა? მე და ზაზას რაღაცის თქმა გვინდა და შენთვის. გისმე. გახსნა?
გაგვიმარჯოს. თქვენ ისეთი ბედნიერება გეგოდებათ, რომ წარმოდგენა არ გაგვს. რო გეუბნებოდი გახდები შენ თვითონ მამა და მე ნახავ ყველაფერს. შემაშინე ხა, ბაშინიცი. აი მაგას მეუბნებოდა დედა ჩემი ყოველთვის, მაგრამ ვერასდროს ვერ ხვდებოდი, სანამ პირველი შვილი არ გამიჩნდა. ახლა ბაბუობას ვეღოდა. აბარა, 8 შვილი იყო. დიდი ფუტბალისტი, დიდი. აუ რა კაცი შენ შემოგები, ჩემოზაზაია. შენ გიგეცე. რა ვახო, ჩემოძმო. ნახე ვინ გაგაცნო. ეგია მერაბია, ჩემი ბავშვობის მაგაცია, ჩემი მეუღლე. გამარჯობა, ჩემოდაია. სასიამოვნო. მოდი რა დადიქნე. ვაჰ, რა ხალხი ვნახე. გამარჯობა. შენ ნიგაიარ ხარ მახარაძე? მიცანი მე რე? რა ვაღებიცანი. შენ გენაცვალე, მე ჩემოზმაო. ერთი საფრთხელო მე უნდა დაბლიო. რამოშ. მე მინდა ამ ჭიქით ჩემი საზაიე დავლოცო. აი რა ფერიკაცია ისი? აფეს რომ არ შუუშინდა და უკან რომ არ დუუხევია. და რაც მთავარია, საქმის სიყვარულით და ფეხბურთის სიყვარულით იმდენს მიაღწია, საქართველოს თასიაწია ხელში, აბა ამ ხნის ასაკში ხალხი ანებებს ფეხბურთის თამაშს თავს. თქვენ გენაცვალეთ, მე ჩემო ხალხი. თქვენ გეიხარეთ. მოდი ვინც მოვიდა გაუმარჯოს. გაუმარჯოს. გაგიმარჯოს ზაზა. ერთმა ჯანი იხარე მერაბ. ზაზა გაგიმარჯოს. ბევრს ვერ დავლევ ჩემ. თამაში გვაქვს და მოვსვათ ცოტა სამ. რამდენიც გაგიხარდენ? ისე არ შეცვლილ ხარ ხო ისი? ხო არა? აბარა, კარგად ხარ. ნუ დევიზღე ბიჭო, სოფელი ჩამოვიდა და ხანახანი. რა ვქნა? დავსდევ ამ ბურთს და ვა, რა ვქნა? არ გეყოფა მარტო ბურთის დევნა. მეასნი აგერ მამა გამოგიგზავნე. კაი კაცია. რა ვქნა კიდო? აბე რომთაკნა. აბერი კაცი ჩამოვიდა. დიდებული, დიდებული. ირა მაგარი გული შეაგდეს აგა. საჯარი მოსა რომ გეითამაშე და რომ ზემე გარში. ეგ მაგარი ჯარიმა იყო. მაგარი. ძალიან. და ფინალში ხომ საერთოდ. გული თუ არ გამისხდებოდა არ მეგონა. მთელი სოფელი ბღაოდით ვარი-ვარიო. ფინალი მაგარი იყო. ბიჭებო, ორივე აგერ ხართ ახლა და ერთი ბადანასათხოვარი მაქვს თქვენთან. აი ჩვენი სოფლის სტადიონი დაფერ უპატრონოთაა მიგდებული თქვენ ციცით. ხორების არბენათაა გადაქცეული. ხო და იქნება ვინც ხასან. მიაზვტინოთ ხმაი რომე. გაგვიკეთონ პატარა მოედანი. ამ სოფელში ბაღანა არ დადის დიდ ფეხბურთელობაზე რომ არ ოცნებობდეს. და აი გურულები კიდე რაფერი სწრაფები და მოხერხებულები ვართ თქვენ ციცით. რა ვიცი ახლა ან საფეხბურთო სკოლა რომ გეიხსნას ან რამე ჩემზე მეტად თქვენ იცით მაი ამბავი. კი. რო ჩავალთ, დაველაპარაკებით ჩვენებს აუცილებლად. კარგი იდეაა ისე. შეიძლება გუნდის მოხდობა რა. კი რა, რაღაცა კონკრეტული გუნდის სკოლა რო გავაკეთოთ. ხო, რა ვიცი, რაცა პირველ ეტაპზე ბაღნემა ელემენტარულად რომ მივარჯიშო. ბორია ბაიჯაძე ბიჭებო, აკაურია. მართალია ახლა ფოჩი ჩამოყალიბდა ფეხბურთელად, მაგრამ ახანე დაიბადა მაი. ბიჭო, რა მინდა შორს რომ მივდივარ, ბაღნობაში თქვენც ახანე ხომ თამაშობდით. ზაზაია, გამიგეთე მაი საქმე. ვიზამთ რამეს რა. აუცილებლად. ჩამოგარი რაცა. ესეთ ბედნიერება მაჩუქეთ, რომ თვითონ არ მჯერა. რაღაც მინდა და შენთვის მეთქვა. აბა შენ ვარს ვეღარ გეტყვი არაფერზე და მე ხომ იმინეს დიჯიტალი მოპერია. და ვიფიქრე ბლოგები რო გავაკეთოთ ფეხბურთზე. ხო და შენი დახმარება გვინდა რომ ეს ბლოგები დაგვწერო. ხო. რა მოხდა? მაშინ შე რომ მითხარი წერა გავაგზავნე ხო გახსოვს? ხო. მე ვიფიქრე მაგაზე და ვცადე კიდეც. ვეღარ ვწერ. აი ძველაბებზე წერა აღარ მინდა. ახალი არაფერი არ გამომდის. ეს ჩემი სტილის წერის მქონია რომ რაღაცა მოძველებულია და ვადაგასული და ძველმოდური რა ვიცი. მაგრამ ეხლა უკვე იძულებული ვარ რომ დაგტახო. არა? მიხარია ძალიან.
მალისა ლაჟვარდიდა ზისასხივიდი ფერებადა და კურდულად მიმალულა ვიტვარე და ვარსკვლავ კრებადა და კურდულად მიმალულა ვიტვარე და ვარსკვლავ კრებადა გურიას გოუმარჯოს გურიას მოვივინე ვარსკვლავი ვიდა ვეღარ დავლევ მე დავლე დალია შეგერგო გამოიღვიძა ბუნება სამედლისო დევზადებადა რამაც ველაპარაკეთ ჩემს და მიხედავენ დააბინავებენ და საუნდტროფაში თუ რამე დაჭირდათ იმასაც მოუგვარებენ უშენა გაშენოს ღმერთმა რამ ხელად ვერთი მომხსენი ახლა გულიდან რო იცოდე თავარია რომ ფული შეგროდეს ეს სკოტასთვის მისაცემი ფული გადაურიცხებ გოჭინიკას პროცედურებს დაიწყებენ და რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა იმედია შემოვა ახლა იმამ ისე წავიდა ეს ყველაფერი მე არ ვიცი ახლა როგორ დამთავრდება ეს ამბავი მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის აი ეს გვერდში დგომა შენ მადლობა მინდა გითხრა იმისთვის რომ ჩემ გვერდში დგახარ ყველაზე მთავარი ეს არის ჩემთვის და ეს კედლები და ბურთი და მოედანი და ვიცი რომ შენც ასე ფიქრობ აი ნუ ამიჩო ახლა გული კარგი ვიდეო ბიჭებთან მორევარ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო ჩვენ კიდევ ერთხელ ხვდებით ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება როგორც მოგეხსენებათ მიმინოს აქვს ფინანსური პრობლემები და აი ამისთვის ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამაზ რაზმაძეს გუნდი და კრისტალბეტ ეროვნული ლიგის ვარსკვლავების ნაკრები რომლის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული ვლადიმერ გუცაევი გახლავთ დღეს ითამაშებენ ისინი იყიდება ნუ ისიც რომ მიმინო ევროპის საკლუბო ტურნირებზე ასპარეზობს და ყველას გვინდა რომ ჩვენმა გუნდმა მოახერხოს და გავიდეს ევროპის საკლუბო ტურნირზე ეს პირველად მოხდება ერთი გუნდი დამის და ამისკენ მივისწრაფით სწორედ და ეს არის თითოეული ჩვენთაგანის სურვილი ეხლა მიმინოს ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა გარდა მიმინოს გაუმაშეს რეალიზაციიდან შემოწმების თანხისა თქვენ შეგიძლიათ ისინი ეკრანებთან ხან დაეხმაროთ გუნდს და მითითებულ ნომერზე დაუმესიჯოთ და ასევე გადარიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშზე ყველა თითოეული ლარი თითოეული თეთრი ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის გადარჩენისთვის მე ვჯერა რომ ჩვენ ამ მიზანს ერთად მივახცევთ მშვენიერი განწყობაა მოკლედ ეს არის მიმინოსა და ვარსკვლავების შეხვედრა საქველმოქმედო ხასიათის გიორგი ნავალოვსკის ხედავთ საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს ძალიან გამოსვლილ ფეხბურთელს და იქნება მე ვფიქრობ რომ ძალიან უგოლიანი უნდა გამოვიდეს სანახაობრივი და რაც თავარია რადგან ვისაუბრეთ ჩვენ თანხა არის საჭირო ნუ ძალიან დასანანია რომ გუნდი რომელიც ევროპულ საკლუბო ტურნირებზე თამაშობს და ესეთ ფინანსურ კრიზისს განიცდის, მაგრამ ნუ რას იზამ. ესე მოხდა, ესე ხდება, არის ესეთი არასტაბილური სიტუაციები ქართულ საკლუბო ფეხბურთში სამწუხაროდ. აქ ველოდებით ფერვერკს, კარგ მომენტებს, დარტყმებს კარში, გოლებს და რა ვიცი, მე მგონი თავარი მაინც ის არის, რომ თანხა შეგროვდეს. ჩვენ შემოდგენობა პრინციპში თითქმის საბრძოლოა და ვლადიმერ გუცაევი ლეგენდარული ფეხბურთელი, მწვრთნელი ვარსკვლავების გუნდის წველი გახლავთ და ერთად აი ეს კადრი იყო ძალიან კარგი. რამაზ რაზმაძე და ვლადიმერ გუცაევი ერთად იყვნენ კადრში. აი ზედმეტ დაძაბულობას არ ველოდები და თამაშწესების დარღვევას და ასე შემდეგ. მეგობრულ გარემოში უნდა ჩატარდეს, მაგრამ მაინც ახლა არ დაგვავიწყდეს რომ პროფესიონალი ფეხბურთელები არიან მოედანზე და წაგება ალბათ არავის არ სურს არც ერთ შემთხვევაში.
ნუ პირველი ძალიან სახიფათო მომენტი. არ მოუწია თამაში ჩართვა შეკურიშვილს. კონცეპტებზე თამაშობთ. ჟენიერი კომბინაცია მარცხენა ფლანგიდან უტევთ. ჩაკი და გარიმოში მეკარემ შვიდად ეუკლება გულს. მიმინოს გულშემატკივარი მაინც ძალიან ესეთი აზარტული ერთგულია, ყველა თამაშს მოგება სურს ამ ხალხს და გულს კომაგობს, განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია ალბათ მიმინოს გულშემატკივარი. მთელი აი წლების განმავლობაში რაც ეს გუნდი იბრძვის გაუთავებლად. ხან პრობლემები აქვს, ხან ცხრილის ზედა ნაწილშია, ხან ქვედა ნაწილშია, მაგრამ ევროპულ საკლუბო ტურნირებზე წარადგენს თავისი ქვეყანას და საკმაოდ ღირსეულადაც. რაც იოლი ნამდვილად არ არის. თამაშის წესი დაიღო, ეს შეჯახება მოხდა მაინც ამ ეპიზოდში. ვარსკვლავების გუნდში თამაშობს ასევე ბატონი ფედიჩკინი, რომელიც ძალიან კარგად არის ცნობილი ქართულ ფეხბურთში თავისი მაღალი პროფესიონალიზმით და გიორგი ნაოლოვსკისგანაც მეც ველით ეხა რა თქმა უნდა უფრო მეტ აქტიურობას შეტევებს და გამოვიგოთ რა დღეს. ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საქონლოქმედო შეხვედრა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ გუნდს წაგება არ სურს და ეს ჩვენ დედაქალაქში გამართულმა არაერთმა ლეგენდების თამაშმას დაადასტურა. ისინი გადიან მოედანზე, ახსენდებათ თავისი კარიერა, რომ ესენი აქტიური ფეხბურთელები იყვნენ და თავს არ ზოგავენ, ყველაფერს აკეთებენ. კინტირაია თამაშობს კარგად, ძალიან ტექნიკურია, კინტირაიაც არაერთხელ დაუდასტურებია, მომენტებსაც ქმნის, კარში დარტყმა შეუძლია და ეხლა უკვე მარცხენა ფლანგიდან უტევენ მიმინოს ფეხბურთელები. თამაშობდა. ცვლილებები რამდენიმე აშიბაია გადის მოედნიდან, ნუ ახლა ეს შეულებრივი ამბავია საქონლოქმედო მატჩებში, ყველა ფეხბურთელი მონაწილეობს, ვინც არის სადარიგოთა სკამზე. აი დარტყმა შეიძლებოდა არა. ჩაწოდება საჯარიმოში, მცველებს გამოაქვს კარგად, ბურთი ახლა მეკარეს შეცდა და კინტირაიამ გახსნა ანგარიში. ალბათ მაყოფილი იქნება ბატონი რამაზი, კი ბატონო. რასაკვირველია მაყოფილია ვლადიმერ გუცაევთან რაღაც მეგობრული გადალაპარაკება. რაზმაძე გოლი ფეხბურთში ნებისმიერ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღესაც გავიტანეთ. ირია თამაშობდა, კარგი პასი გააკეთა უბირიამ. ჩაწოდება ფლანგზე, გადასარევი პასი გამოვიდა ვლადიმერ გუცაევი, სერიოზულად ეკიდება რა თქმა უნდა ამ ყველაფერს. ნუ აქ თავარია ამ შეხვედრას ლეიტმოტივად გაზდევს ის, რომ მიმინოს აქვს ფინანსური პრობლემები და დასანანია. აი ნავალოვსკი მიიწევს წინ, კარგად ითამაშა, მივიდა კუთხესთან და ნახეთ რას აკეთებს ჩვენი მეკარე ჯეკურიშვილი, ბრწყინვალედ ითამაშა, ეს არ არის ადვილი ნავალოვსკის ესეთი რამე გაუკეთო. მაგრამ ფაქტია და განმეორებით ნახოთ ეს ეპიზოდი გიორგი ალბათ გააბრაზდებოდა აი ამ სიტუაციაში, რა ვიცი, ესე ვფიქრობ, თუ იმას გითამაშიებთ, ალბათ ეს არავის არ მოეწონებოდა. უპირატესობა დაეუფლნენ ლეგენდების გუნდის ფეხბურთელები, ძალიან სახიფათო მომენტი, ქართულმა კარის სიმართულებით, ჯერ ძელი იყო, ძელს მოხდა ბურთი გადარჩა, ეხა მიმინო, აბა განმეორებით ნახოთ ეს ეპიზოდი. კი, ძელს მოხდა, ოღონდ ნუ კარგად ვერ დაამატა ეხლა. მეშვიდე ნომერმა და კარგად დაამატა, მაგრამ რაღაც მილიმეტრები დააკდა. ნუ თავარია შევიდეს თანხა, რომ მიმინოს ფინანსური მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს. დასრულდა შეხვედრა, იმედია მიიღეთ სიამოვნება ჩვენი ვარსკვლავების თამაშისაგან და რაც თავარია, ახლა მატყობინებენ, რომ შეგროვდა ის თანხა, რომელიც საჭირო იყო. თუმცა მოულოდნელად ვითარდება მოვლენები. აი ამ წამს შეომიტანეს რამაზ რაზმაძის და დიმიტრი გელოვანის ერთობლივი წერილი, რომელიც მათივე თხოვნით პირდაპირ ეთერში უნდა გავაჟღეროთ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თანხა, რომელიც შეგროვდა, უნდა მოხმარებოდა მიმინოს ფინანსური პრობლემების გადაჭრას. თუმცა გვინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ტექნიკური დირექტორის ქალიშვილს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ზუსტად ამიტომ ერთობლივად მეც და დიმიტრი გელოვანმაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგროვებული თანხა მოხმარდეს მის მკურნალობას და რეაბილიტაციას, რადგან ჩვენი ღრმა წმენით ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია. ვიცი, რომ ამ ამბავს სწორად შევხვდებით თქვენი რამაზ რაზმაძე.
აი ესეთია წერილი შინაარსი, რომელიც აი ახლა თხოვეს და გამოაცხადე პირდაპირ ეთერში. ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო გუნდომნიაიდან ადამიანის სიცოცხლე ალბათ ყველაზე მთავარია, მართლაც მიმინოს კი წარმატებებს უსურვებ. ხოგი ესენი საიდან ვიცნობენ? კარგი ხომე ახლა ვარ რა. ამკაც არის. აქ დაბერდა კაცი, კაცო, რა მოგივიდათ? ნამუსი არ აქ. არა ბიჭო, სპეციალურად მოიყვანა ეს უცხო. გურმან. რა ხდება? რა ვიცი, აგერ მოუყვანიათ ვიღაცა უცხო დაცვა და არ გვიშვებენ. გაუქმებულიაო ბაზაო. რა შვია გაუქმებულია? რა ხდება მითხარით რა? არა ხდება, ვერ ხედავ ჩემ ხელა ჯაჭვი და ადეს. ხმა ამოიღეთ რაღაცა გაგვაგება.